ჩატოვდა თუ არა მარტოს ვიას ამ საბაგირებულში. ვიცოდი რომ ვერ ჩატოვდა, უკვე ჩატოვდა ამ საბაგირებულში მერაბის გამით ისინი გამოყოფილნი არიან. ახლა მე ვფიქრობდი, საბაგირებულში. ირადად ცალკეს ვიას ვერ გამოყოფ, იმიტომ რომ სადაც ვიაზე ითქმის, იქ მერაბზე უნდა ითქვას, სადაც მერაბზე ითქმის, იქ ვიაზე უნდა ითქვას, იმიტომ რომ მისაღებენ აღნიშნეთ, რომ თუ რამდენი წლის გავხდით, ხო? ამ საფეხის წინ. თითქმის 40 წელია. ამ ხალხს უყურებ და უყურებ ყოველთვის ერთად. ხედავ ყოველთვის ერთად. ესე იგი, მე მიჭირს, აი ძალიან მიჭირს, რომ აი ისინი სალაგერზეულშიც კი დავაცილო და პერსონალურად შევხვდა მათ სალაგერზეულში. ნუ არის ქართული უფრო თავისას მოითხოვს მისი წესი. ნუ შევეცდები. აგიმონდეს ეგზემპლარი დავი, ჯამთველი დავი, შენი ცოლშვილი. ყველა უკეთილი სურვილი, ყველა ახალი. მე ერთ დაუმატებდი უფალი თამადის ნათქვამს. ზედმა და მერაბმა ხალხი გამოაღვიძელა. სწორად დაგული თუ ვიქნები, მე ერთ რამეს ვიტყვი, შეიძლება ტაშტი გადმოვარდეს და ხალხი გააღვიძოს. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ გამოღვიძება კი არ იყო. საქმე იმაშია, რომ აი გზაც, კონკრეტული გზაც დასახეს და აი იმ გზით მივყევართ. ეგზელი ყავს გამარჯვებული რეგიონალისტი. სიმყარე რასაც მეგობრობა ქვია, რაც კაცნობიდან, დამეგობრებიდან უნდა გრძელდებოდეს. ამერად არც მოხდება ეს, იმიტომ რომ მეგობრობა რომ დაიღოს, უკვე აი დამოუკიდებლობაში ერთად რო ჩვენ ჩვენი რო უყურები αυτό და უძღეს ძლიერი მეგობრობა. ეს ისეთ მახალხო უნდა გააკეთოს, ეს საქმე. ამერიც სუფთა იქნება წმინდა მეგობრობაში, სიყვარულშიც და ეცედა თავდადებული ერთმანეთის თავდადებული ნაშთვარი. გადავიდეს, აგიმართებს. მეგონია, აჩამომართმუშავან სხვა რა ფილმე ძალიან მეხარია, რომ ეს დიდი ხნის აცნობები ვარ. მე თუ რამე თვალი ამეხილა, ხო მე ჩემი ცხოვრება სულ რაღაც სხვანაირი ცხოვრება იყო, მე ხელოვანი კაცი ვარ და ნუ ვიტყვი ახლა ამას, რომ აზრი არ ვიყავი, ესე იგი რა იხდებოდა ამ ეროვნულ ამბავში და ვიცოდი მარტო სიმღერა და სიმღერა ვიცოდი რომ ყველა შეგდებოდა. ეს დავჭირდებოდა. შევჭირებდა რა. მაგრამ ესე იგი ამ 10 წლის უკან ბატონო ვერა და ბატონო მეგობრებო, რაც გაგრაში ცხოვრობდი, კაცი გებიცანი ისეთი, რომ ჩვენ ძალიან კარგად იცნობთ იმ დღესაც ბატონო ვერას უთხარი მეთქი ასე კარგად იცნობ და აი კარგად რამადობით გაბიცანი ბატონის ვიარი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ამოს ადამიანი იყო და სატრაბახოთ მაგდა. მე მგონია სატრაბახოც არის, კიდევ რომ თქვენი სანახავს რო იცნობთ რაც. თუ რამე გევიდე, კიდევ ვიცი რომ აი ამ ჩვენი მიწათმის სიყვარული მე ყოველთვის მქონდა, მაგრამ აი ამ მოდროობით ეროვნულ თუ რამე გევიდე, დაგიდან და გევიდე აი ბატონის ვიარიდან და დიდი მადლობელი ვარ. მეთვის ეს ადამიანი რომელიც ყოველთვის გადაწყობს ჯანმრთელობა ვიცით და ეს დაიყო ანანასი ის რა წარმატებას ბევრჯერ ესე რაღაც რა დაჭირდებოდა ბატონ არგარი და ბატონ სიადის ესად ეს ციგნით ძალიან მანას უცხარე და მივიდოდი ბატონი კონსტანტინეს აი გასასვლელებს ახსოვდა ხოლმე იგრო აი ასეთი რა და მინდა რომ სულ კარგად ყოფნა და ჯანმრთელობა იყოს თქვენთან შემოსული რაც გადაიტანეთ აი ამ ქართველი ერისთვის აი ამ ჩვენი მიწისთვის რაც გადაიტანეთ ის
ყველაფერი აგენაზღეურებიოთ იმით, რომ თავისუფალი რო იქნება თქვენი წინამძღვრობით ეს ჩვენი საქართველო და იცოცხლე და იბედნიერება. Parasparasyan o da bazen konstantinestan qavი 25 წლის წინათ ის გაიხსენა და რომელ ენაზე ვისაუბროთ რაღაცები მითხრობა თქმა კონსტანტინე რომელ ენაზე გდებავთ ფრანგულად, ინგლისურად, გერმანულად ესა მეუთხარი რომ რაღაც ისეთი ედა გამომძებნოთ სადახევრად სომხური სადახევრად ქართული რომ ესე იგი სხვა ენებზე რო არ ვისაუბროთ და ძალიან დიდი სიყვარული მოიგონოდა ესა რომლებიც იმიტომ რომ Proszę, a შეიძლება იბად შემბილწული ხელით კაცმა რო აიღოს. ანუ ზოგადად აღინიშნა კიდევ რომ ეყოფოდა რომ შეეძლო მაგას რამდენიმე წელი ეცხოვრა და ეთარგმნა და ცხოთაშურის იმასთან აგერ ბაზმა აბესალმა კარგად აღნიშნა რომ კანდიდატი ზოგადი და ესა და ვიცით ამაზეც თამაშობდა პატიაშვილის პრესა. გაზო კანდიდატი Batu zuyad gamsaqurda tsiks რომელიც ვერხსნაოსანი ინგლისური ენაზე tsiks რომელიც წაიკითხავს ერთი და ის სკოლი რო არის ეს უკვე სადოქტოროა მარტო იმაზე იმ ლიტერატურაზე რაც ესე იგი რაზეც იმუშავა კაცო ნუ გარდა იმისა მე ცხენვალი თარგმანები ვიცი ბატონი ზვიადის ესე იგი ინგლისურ პოეზიიდან რომელიც მე ყოველთვის ჩემს ესე იგი სამაგიდო წიგნად მიმაჩნია და მისი ესე იგი Proza იქნება თუ სპორტზე იქნება სელბერგზე სტატიები და ისე. ეთქობა ესე იგი აი ზოგადად ბატონო მე კაცი და ბიძა ამბებტრიცი და იზახდა. შესაძლოა და პედაგოგები და ეცოხ დაიხოსტო ვირებ შეჭაკვა გადაო. ეთქობა ესე სიტუაციაში ვარ და ზოგადად არც და გაგვიგვირდეს. მაგრამ არის ადამიანები ვის ესე იგი ბატონო ზვიადის სიტყვის Menis, სიყვარულის, სამსა ეს არის თავი. ხმერთად მოგუშალოს ის დიდი ისა და ის დიდი სიყვარული. ის დიდი ისა როცა შევზე ესე იგი. პერლიასი. ყველა ვიცით რომ გამდენი ასკადულო მომშვი ჩვენი ერის. თუმი მერად როგორც ბატონო ვეჟამწანა. მინდა რომ თქვენი კარგად ყოფილ. რომ ჩვენი ერის წინამძღოლი ასე და თქვა რა. కొన్ని იბედნიერება და სულ ხარ. მალე გონახოთ თქვენ და დამოუკიდებლად. სულ კარგად. აბედო, შეხოლა თუ ხანი გავდივარ, თქვენი გამახოთ. თქვენ კარგად ხართ, ჩვენც კარგად ვართ და ერი კარგად არის და თქვენ ზუსტად ხართ, ჩვენ ზუსტად. ეთურამე გაგოჩნია მიგახსნა. ეთურამე მადლებს ძალას. საქართველოს ეგზემპლარი არის და საქართველოს ბოლოს. გოჩრო, ეთურამე მადლებს ძალას. Pensando que ადამიანების სიყვარული და ხო ის გიტარა დადი შემციკით ხო ესე გახსნა მე გავთავაზე პიტადა და
რა კომუნისტური სიმღერა დაიმღერეს. ეს იგი გამიგონა, გამიგადა. კედევიდე ცოტა ნეგრუზო. ნეგრუზო. მარგალურ მოგან კიბირი, მარგალურ აიშკოდა. ოგერეშე. ამისანა თბილ ზუბრაზი აღო თარბიდა ფასაცია. ათარ ფასაცია გიდა. ახალი საწინააღმდეგო ჩამოგვექ თქვი, ქუჩინზე. მოგან მარგალურ კიბირით, ხო გქონდა მარგალური. აბა ქალბატონო გოდიში მე. ალამია ერთი ზაგვარია გაზალა ზამი. იგებული პიროვნება კაცი რომელიც ზიად გამსახურდიებთან ერთად შეება უღელს რომელსაც ცალი ხალი ვეღარ გასწევდა ცალი კაცი მაგ უღელს ალბათ ვეღარ გასწევდა იმიტომ რომ ქართველებს ცალუღელა ფაქტურად უები არ უნდა გქონია ცალუღელა ესე იგი საზიდარი არ უნდა გქონია ორულღელა გქონდა ეთქობა ამიტომაც არის რომ ჩვენს ეროვნულ უღელს ორი ძმა ორი მიგელის კაცი შეება და ბოლომდე გავთ ეს უღელი მოდი მე რა და ყველა ქართველისათვის საფარო გახსოვს ისე როგორც არის ზიად გახსოვს რამდენიმე თვეში თუ არა რამდენიმე წელიწადში მაინც გენახოს მუღლის ბოლო გაჩერება რომელსაც ქვია დამოუკიდებელი საქართველო შენს და ეს ამას ყველა ჩვენთან აუმატებს არიმონის რა არასდროს გაგერას შეიძლება ეროვნულ სიტყვას ვერ დაგაცილეთ ანუ თქვენ გადაყოფნა ყოფნა და როგორც ამ 40 წლის მანძილზე მე გიყურებ ესე ერთად ეკავი ხოლმე ამეთო ერთად თუ ვერ დაგინახავთ ხალხი აი როცა იმას ჩამოვიდა ვერ შეგვიძლია ჩამოვიდა უკვე შეშფოთებულა ხალხი ყველა დიდი ის ვინც ახლოს გიცნო თუ შორიდან გიცნო ყველა მისის რომ გამოყრები ხართ და უკვე ხალხს აშფოთებს ერთად როგორ ხედავთ ხოლმე ამათო იმ მიზეზია რასაკეთებია ერთი რამ არა აი ბევრი რამის გახსენება შემიძლია და როგორც წერამ თქვი ალბათ შეიძლება აი მართლა თან მიჩის რომ საცალკე ვილაპარაკო ამაზე ამ მეორეზე მე მინდა მათი გავიხსენო რა იგი ვიცოდი აი პატარა ვიყავი მე ესენი ახალგაზრდები უფრო ვიცოდი რომ ორივე მოწმუნე იყო ათეისტებად ვზდიდნენ და ეს რაღაც ახალი რომ იყო ჩემთვის ძალზე დამაინტერესებდა და ნუ ჩავეძიე იყო სხვა რამეც ვამჩნევდი რომ ნუ ხშირად განსაკუთრებულმა ხოლმე ხშირად ჰქონდათ რაღაც ასაუბრო ესე მახსოვს აი ეს მესხები რომლებსაც დღეს დაერიე უხუცესები აი ჩემი ბატონობისას აი მაშინ ჩამოდიოდნენ ეს ზოგიერთმა გუშინ და გუშინში თურქები არიან და ქართველები არ არიან და ბრალიზადებას ცდილობდნენ მე ერთ-ერთი მათგანი ვარ ვინც არის მოწმე რომ ამ 30 წლის უკან ისე ესენი დაინტერესდნენ მათი ბედი იქ ჩადიოდნენ ლიტერატურა ჩაქონდათ გაიცნეთ დაძმობულებულების ახლო მეგობრები ყო ისინი ჩამოდიან ეს არ არის ერთის და ორი დღის საკითხი ეს არ არის ნაუცბადებლად გადაწყვეტილი აი გუშინაც ქონდა საუბარი ესაც ქონდა საუბარი აი სამეგრელოში ჩამოსახლებულმა მესხებზე რომ ზოგი თურქობს თავის უღუნრობის გამო მაგრამ ის გამოწმეთ ეს ასე არ არის
ესე იგი აი იმ ადგილებზე დავასახოს მეგობრებო სამხრეთ საქართველოში დავიდოდნენ აი ხალხი მირჩევნია ტერიტორია ეჭერობით ხალხი მირჩევნია ჩვენ და სამწუხაროდ სომხეთმა ნავდათ ყარაბაღის მიწები რომ მოითხოვა რა იგი არა თავის ხალხს მოიგონე თავის ხალხს დიდი ზიანი მიაღწია ტერიტორია ამჯობინა ხალხს რომელიც ყავდა 9 მილიონი ყავდა აზერბაიჯანში 9 მილიონი იქაც ჩაგრებოდა ხალხი დენისო ბატონო თქვენ რა თქმა უნდა ჩაგრებოდა ტერიტორიაზე უფრო მეტად იცით, მაგრამ მე მგონი აი სოჭაში ცხოვრობენ ის ხალხი გადავოვლიან აქ, მაგრამ ესე იგი ნეჩვეულება ყველაფერი ბატონოს მიერ. ესე იგი მე თითქმის კვირაში ორჯერ სამჯერ მიხდებოდა იქ ჩასვლა. სულ გააბესალო, ესე იგი სრული ამ სულ ესე იგი ქართული ყველაფერი ესე იგი რა. სუფრაზე ისე და მეგობრებო მომდევნო საბრძოლო თვითა ყველა აქ ნუცხდო ყველა აქ ნუცხდომი ვადეძილო 5 კაცი ვინც აქ სხედა 6 მეტიც 6 ჩემი ჩათვლით რომლებიც აქვს პედვარ და რომლებიც მე მგონი ღირსტივად იმისა რომ ვიყოთ გვერდერებული აქ ვინც ახლა მე გადავწყვიტე ხო შენთან გამოვალახლა აქ ის ხალხი რომელსაც ერის ამბავი აწუხებს ერის ტკივილი ტკივად და რომლებსაც ჩემ ბურმანის თამადობით ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ იმისათვის რომ ერს რაღაც შეაწიონ და თვითონ აგურის დადება მაინდლია იმ შენობაზე რომელსაც ჩვენი ერის მომავლის დამოუკიდებლობის მიღწევის აუცილებლობა ხდება. აუმართოს. ეშმედა გაგიმატა ჩემს დეპას მასვიდიებო, ჩემ მეგობრებო. ყველას ერთად დაგდოს აბატიეთ რა. ესე იგი ჩვენი ისე ესეთი ფერი ზარმართონდეს კიდე დავაკენებით აქ და კიდე უფრო მეცოზე მაგრამ პროცენტში კიდე შევხვდები კიდე არა ერთხელ და აი ახლა აღეგზელებ დაანჯილი სიყვარული დაანჯილი მეგობრობით და დიდი მადლიერების ხსნად მეგობრებო დაგვახვედრეთ აი ესეთი გასაცხრებული და გამოგვიძებული ზუსტი და ამაზე უფრო დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს თქვენ დავსახურებაა ამ საქმის გაუმართლებს და კიდევ უფრო წინ წასულიყოს. შემართებით და შეიძლება შევხვდეთ. ოლე. აგერძლებ მე ამ შემთხვევაში ყველას. და მე ძირამავ. აი ბატონი აბესალომე რომ ხან კი არ მინდოდა მაგრამ აი მან თავისი მასპინძლობა გამოიჩინა და დაგვაპურა იქ ის ახლა რომ წავედი ჩემ მინდა რომ საფად გავსრულიყავ იქ და ამგვარად იქ და ესეთი რაღაცები ვითხარ ზუგდიდზე რომ გამორებული აღმოჩნდა იმიტომ რომ ერთი მაღაზია დავკეთა თუ ორი დავტოვოთ არა დავტოვოთ ერთი მაღაზია დავტოვოთ ღია თუ ორი და მე ესე ვიფიქრე რომელი ორგანიზაციის ხალხია რაღაცა მე აღმოჩნდა რომ არიან სახალხო ფრონტის ხო მე მართლის საზოგადოების წარმომადგენლობა იმდენი გვეხორცეს და ვერ დავხვდით არ დავხვდით ჩარომა გავსულიყავი და რა თქოჩი რომ არის ისეთი ფსიქოლოგიური ამბავი რომ ერთხელ გეტყვიან ორჯერ სამჯერ გეტყვიან და ესე იგი ოთხჯერ წახვალეს ნის და ωραία ეს ასე თუკი სახალხო ფრონტი აკასებია მაშინ ისინი
როგორი უნდა იყვნენ ძნელია მართლა საზოგადოების წევრები აქ ხო და ესე იგი მე ხო რატოში ასე კი არ არის საქმეში აქ რადიკალიზმი ლავარი კი არ არის იმიტომ რომ ნაცაძე რო ვიცი მე თბილისში არა ორსამ თუმეტ არაფორმალური ორგანიზაციის წევრებს ესე იგი ყოფას უდიებს თავისი რადიკალები თავისი ჭკუი და თავისი ყველაფერი საქმეშია უბრალოდ აქ რადიკალიზმი ასე შოში არ არის მე მინდა ესე იგი რატო ვთქვი ეს ამბავი იმიტომ ვთქვი რომ აი აქ ვისაც კარგად ვიცნობ ეს არის ბატონი აბესალომი რომელმაც გაგვასწრო სახალხო ფრონტის ასე რადიკალური გზა აქ და აქედან გამომდინარე ჩვენ ესე იგი შეგვიძლია ვთქვათ რომ თუ აქაური სახალხო ფრონტი არ იარსებობს თუ თბილისში არ იარსება აქ არ იარსება ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს ესე იგი რომელ ორგანიზაციაში იქნება სად იქნება იმიტომ რომ ნებისმიერი ორგანიზაცია ეს არის რელეფი ეს არის ფორმა ადამიანი არის და არსებობს როგორც ირონგება ინდივიდუალობა და მე მინდა თქვენი ყველასი გაგრძელებით ირონგების ინდივიდუალობის საერთო დავიო რომელსაც იმაშიც არ იქნებით სადაც არ უნდა იყოს არ აქვს მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს კიდევ მეც გეტყვი ჩემთვის მეტი არის უპირველეს ყოვლისა ადამიანის მე ინდივიდუუმი და შემდეგ ერი აი ესე მოვდივარ მე ადამიანის მე და ინდივიდუალობა ჩემთვის არის უპირველესი შემდეგ არის ერი იმიტომ რომ თუ ინდივიდუალობა წინას არ უძლებს ხობა ნებისმიერ საქმეს გინდა ეს იყოს ეროვნული საქმე პოლიტიკაში გინდა ეს იყოს კულტურაში გინდა ეს იყოს სპორტში თუ რაშიც სადაც არ უნდა იყოს ეს თუ ადამიანის მე და ინდივიდუალობა იმას წინას არ უძლება იგი არაფერი არ გამოვა ამიტომ მე ინდივიდუალობა ძალისხმევა ეს საებრივი რაც ადამიანში არის არაფერი ხავი და ბედნიერად აი ამას გისურვებთ რომ აქ იგი ინდივიდუალობების ყოლა შექმნილებას ინდივიდუალობების ყოლების განათება ცეცხლს და არის ეგრე მუსიკაში პანან ბოლომდე გასწავლე და ბედნიერად ეგ მე მგონი ჩვენ უფრო ადრე უნდა გვიწყო იმიტომ რომ აქ ეს პროცესი გამოიჭრა დაპორტის ამბებით ისე მაგრამ ესე იგი ჩვენ უნდა გავიტვალისწინოთ ეს რომ ერთს მე მოდიჩეთ ძალიან პროცესი ესე იგი ესე იგი აქ დაპორტის ვარიანტებით გამოვიდა მაგრამ ესე იგი ჩვენ აქ უნდა გავიტვალისწინოთ ეს ამბავი ბატონი ზვიადი ბატონი მერაბი ძალიან ესე იგი ჩვენ დავვალეთ დღეს ესე იგი მაგრამ საქმე იმაშია რომ თვითონაც ესე იგი სიხარულით მოდიოდნენ იმიდან კი არა რომ ესე იგი დაძალების ერთი მომენტი არ ყოფილა რომ ესე იგი იგივე ჯვარი იგივე ესე იგი ეს იყო სიყვარულის ისა ამიტომ ესე იგი იგივე ბატონი ბაშა მაგალითად ჯვარში რომ გივიხედე კაცო მე სადღაც იმაში ვდგავარ თითქმის მივაღწია პოლიტიკურობდი და ბატონი ბაშა დგას ეგერ სადღაც სტეშორეში შედაღლა საურგე დავზაიში გეშალა არა მე არა მე არაფერი არ მეცნობა ესე ოქრო მე უბრალოდ პოლიტიკურში წინგლებში ვსვამ ოღონდ არ მიცოდა შენ წინგლები მე რამდა უკაცრავად მაპაპია მე მინდა თქვენ დაგლოცოთ როგორ ინტერესები გავუშენო ინტერესან გავუშენო ვიდეო და აი ეს
მე ხარ ფერზე ათომით აღო თქვენი ჯეკეტი მე რეკან შეიძლება აღიგეთ ამიდა ფერზე აღდგომით დავლიო თქვენი შესანიშნავი ქალაქის ოდეში სარაშობო და ეს რა ამბილოს ხარო ეს უნდა იყოს ცენტრი ისეთი ქმედების რომელიც ნიშნავს საქართველოს საზღვრების შენარჩუნებას მის ჩრდილო-დასავლეთის ამართობაში ზუგდიდში უნდა იქნას ცენტრი ისეთი რომ როდესაც ზარები გაისმება სომში აფინა 100 მანქანით 200 მანქანით 300 მანქანით 400 ატარებული რითაც ხალხი უნდა გავარდეს ხალხი უნდა გავარდეს აქ და დადგეს იქ ნამდვილად იმიტომ რომ ეს არის ერთი მე გეუბნებით რომ აქ არის ქართული გენიზა სისტემი რომელიც არ შერკუნდა ნამდვილად არ შერკუნდა არა აი დაცული არის აი ზუგდიდი არის ისეთი დაცული როგორც არაფერი როგორც ის არის რომ ზუგდიდს აი ნახეთ გეუბნებით რომ ამდენ ხანია თითქოს ეძინა ნამდვილად არა ეძინა როგორ ახლა ქუთაისი იყო მეორე ქალაქი თბილისს აქვს პირველობა იგი 19 საუკუნის პერიოდში მეორე ადგილი ჰქონდა ძილში მეორე ადგილი ჰქონდა ხო ნაგლად ჰქონდა მაგრამ ხან პირველობდა გესმის ხან აი რაღაც ისეთი ამბობდი რომ სადღაც სისუფთავის პირველობდა გესმის აი გენის სისუფთავის პირველობდა თბილისთან შედარებით ოდა მაგრამ ზუგდიდი ზუგდიდს არის მე მგონი თავისი პოზიცია რა ის ისეთი რომელიც მამლას ვას მე მგონია რომ ეს ითქმება ეს არის ეს შემდგომობის თვითონ აი მე რაც აქ ვნახე გეუბნებით რა მე რაც აქ ვნახე ეს არის რაღაც შეუძლებელობა შეუპოვრობა რაღაც არაჩვეულებრივად ვიღაცები ამბობენ რომ ესე იგი სადღაც ბეგრელები არ ქართველობენ სადღაც რაღაც თავის იმის სადღაც 1-2 შემთხვევა ვიცი აქ ზოგადად კი არა საერთოდ საქართველოში არ არის არაფერს შეუშერებს ჩორტი არა ესე იგი ეს არის საქართველოს ყველაზე მეტად საქართველოს მე რაც ვნახე იმ დროშების პრიალი მე რაც ვნახე როგორც ვნახე როგორ იმითაც ვნახე მე ემოციით და აღქინებით ეს ყველაფერი ეს არის ნომერ პირველი საქართველოს თაგარი აი ჯიგარი გასვის აი მეგრული ვიჯებო აი მეგრული სუფთა ჯიგარი მეგრული ესე იგი როგორ ის ქართველებისა სამეგრელოდან ასე ვიტყოდი აქ იზნობა მეტად რომ არ შეიძლება ისე ოდა ვიჯებო ორი კანი ქალაქის საგრძელოს დავლევდა ამ ქალაქის ერთი დიდი ვიღაცა რო ცხოვრობს ქალაქში ის საერთოდ ქალაქად იქცევა ქალაქი იქცევა პრობლემებია ქალაქად აი ეს ნაღდი არის ეს ასია ევროპის ნებისმიერი ქალაქი ძველი საბერძნეთის რომის ქალაქები ნებისმიერი აი დღევანდ ესა მე-18 საუკუნის ევროპის ქალაქები ისმით იმდანაც იქცეოდნენ დიდ ქალაქებად ამდენადაც დიდი პიროვნებები იქ სახლობენ თორემ ერთი რო ყოფილიყო ხორჩა ის უკვე დიდი ქალაქია კირგიზბელი კანტია ეგრეა ხოდა მოდით რა აი ზუგდიდი ეს ამიტომ ეს დღეს ევალო პირობებში როდესაც ჩვენ დასავლეთის კორპუსია აი ნაკლად არის ზუგდიდი დასავლეთის კორპუსი ჩვენ ვიზახოდით აღმოსავლეთის კორპუსი ქრისტიანობის კორპუსი აღმოსავლეთში რადგან ვიცოდით რომ აღმოსავლეთიდან მოდიოდა მუსულმანობის ოკეანე მაგრამ ვინ არიან ეს რუსები ვინ არიან ბოლშევიკი რუსები და ბოლშევიკი რუსები ხო შეგვიჭამეს ეს იმან აფხაზეთს რა აქ შეჭმას თავი დავანებოთ ეგ არის რესურსები კი არა სული შეჭამეს აქ და
სული და ზნეობა შეჯამეს ქართველების დაცვადირება. მე რას ვეღარ აი დასავლეთით ფორპოსტები და არის კიდევაც ეს არის ზუგდიდი. არის ოდიში ეს იქნება ეს ნაღდი 100%-იანი ფორპოსტი იქნება, რომელიც ამ უღმერთო ათეისტების, რომლებიც იგივე არიან, რაც ფანატიკოსი მუსულმანები აზროვნების გარეშე დარჩენილები, ესმის, რომლებიც მხოლოდ სამშვენელში აიყინენ ძალიან ცუდად, ესმის, ინსტინქტების დონეზე. ყველაზე არ ვამბობ, მე სუფისტებს არ ვამბობ იქ და აი ამას მოგახსენებთ, აი დასავლეთისკენ რომ ჩვენ ფორპოსტი გვჭირდება რა, ჩრდილოეთის იგულისხმება იქ, ეს არის საგვირველება. იმიტომ რომ არაფრით ნაკლები ესენი თურქეთს არ გაუკეთებია ეს ამ ბოლო ხანებში რაც ამათ გააკეთეს აკაცითაც და ყველაფერს და ამათ დაცვატირება ესმის, მაგრამ მოუხადოთ ჩვენ. და აი ზუგდიდი ეს უნდა იყოს ფორპოსტი და იქ უნდა იყოს გეტყვენ, იქ კიდე მეორე ძალა გაჩნდა, კარგი ძალა. ჩვენების όμως ერთი ნაკლი აქეთ რომ რაღაცა პირველ დაიჩემეს სვანეთის სისა. ლემი რო შეიქმნა გასაინებად. იმათ დაიჩემეს რომ სვანეთის ასოციაცია გაერთიანება და იმათ აფროდიტი ძალა ყო. არ არის ესეთი გამოყოფა საჭირო, იმიტომ რომ ერთი წვეთი პარტიკულარიზმის რომ ჩაეწვეთო. პარტიკულარიზმი არ გავა. ეს არა პარტიკულარიზმი რა არის, კაცო. სანგას ჩვენ ვიცით რომ ესპანეთს გამოიყო პორტუგალია როგორც ერი, რომელიც იყო ესპანეთი თავის დროზე. ავსტრია გამოიყო იმას. გერმანიას, ისმით? თუმცა ერთიანოვანია და ბევრია, საერთოდ კი არა, ერთი და იგივეა თითქმის კულტურით. არა. მაინც ცალკე სახელმწიფოა. ეს სკანდინავიის ქვეყნები და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით თუნდაც იგივე ნიდერლანდები, ისმით? ეს არის ერთიდან გამოყოფილი განტოტებული. ერთი რაღაც რო ჩაეწოთება ისეთი ესმის რომელმაც აი მეცხრეც როგორც მოუვიდა ეს 19 საუკუნეებში ერთად გამოყოფა უნდოდა და თურქებმა ჩასასწრა. ათლა უნდოდა გამოყოფა. და ამიტომ გეუბნებით რა აქაც იქაც სამეურნეოში და სვანეთში ასეთი რამე აღარ მოხდება. არა, არ გამორიცხულება. აი მე ზუგდიდის სარგზელო დავლიო და ზუგდიდი როგორც ფორპოსტის რომელიც აბილებს შეულეწავს იქ ნებისმიერს როგორც ხდება აფხაზეთის ჩამოშორებას საქართველოსაც სულიერი აფხაზეთის და ფიზიკური აფხაზეთის იმიტომ არსებობს სულიერი აფხაზეთის ძალიან მაგარი ზუგდიდს რუსულმა იმპერიალიზმმა თავის ჭკუით რა მისიაც დააკისრა, იმის საპირისპირო მისია უნდა მივცეთ ჩვენ. რუსულმა იმპერიალიზმმა გახსნა ზუგდიდის ხარეს გადმოიტანა ლაკობას ბაღი. ციგდა პარკს რუხის ციხესთან დაარქვეს ლაკობას სახელობის ბაღი. რადგან დაარქვეს ლაკობას სახელობის ბაღი? ლაკობას საქმე უნდოდა ზუგდიდში გაეკეთებინა. ის გაეაფხაზებინათ უნდა თავის ჭკუით სამეგრელოდეს მის. არიკმარეს სოხუმის და გალის გააფხაზება გესმის და გადმოვიდნენ შეტევაზე ზუგდიდზე, და ლაკობას პარკში აწყობდნენ შეხვედრებს აფხაზეთის და საქართველოს ახალგაზრდობის. ხო იცით ეს? აი ასე ერქვა. საქართველოს და აფხაზეთის, ისე ვითომ აფხაზეთის სხვა, საქართველოს სხვა და ლაკობას პარკში ზუგდიდში ხდება მათი შეხვედრა, გესმით? ეხლა შეწყდა, იმიტომ რომ ეხლა მიიღეს ჩვენგან კარგი დარტყმები, გესმის? თავიანთი ჭკუით ლაკობას ბაღი იყო პლაცდარმი ზუგდიდის გააფხაზების და გარუსების, გესმის? აი ეს ოცნებები ჰქონდათ. ეხლა ჩვენ კონტრ შეტევაზე გადავალთ. ზუგდიდი იქნება პლაცდარმი აფხაზეთის გამაგრელების და გაქართვების, ისმის? და რუსიფიკაციის აღკვეთის და რუსების გაძევების აფხაზეთიდან. აი ეს იქნება ზუგდიდი. აი მას მიიღებდა. ალბათ მეგობრებო, ეს საკუთარი მომწონდა. ძალიან მეჩქარება, ამიტომაც ეს საფუძვლო ყველა ვთქვათ ერთში. ზუგდიდს გაუმარჯოს მე ორივე სიტყვით ვიჩემ აბესალუ შემიძლია ბატონო დამადაცო და მასპინძელი ვარ და პრივილეგია მაქვს ისეთი განსაკუთრებული ორცოთი არ მინდა ორი სიტყვით გარბაჩოვი არის
დიდი ხანი არ არის რაც 9 წლიდან დაკავშირებით ზუგდიდის მთელი დელეგაციის ესე იგი როდესაც ჩავიდა თბილისში კარგი ვენოტი ყველაფერი როგორც საჭირო იყო ყველაფერი ესე იგი რო ჩავიდნენ ბატონმა დატომ ძინარე ლომებს გაუმარჯოს ეს მაშინ შეურაცხყოფად მიიღო ზუგდიდელებმა ისე მართალია ლომები ყოფილიყო მაგრამ ძინარე მაგრამ დღეს მიხარია ბატონო მერა ბატონო ზვია და ბატონო ვაჟი ესე იგი ის რომ ლომები ვარ და არა მძინარე აი ეს უკვე აი ლომები ვარ და გამორიცხულია რაღაცა ძიმარ და ყველაფერი ამას თქვენი სიტყვიდან ბატონო მერა ბატონო ზვია უკვე თქვენი სიტყვიდან ვამბობ ამას ესე იგი რადგან თქვენ უკვე აქ ესე იგი ამბობთ იმ სიტყვებს რაც ესე იგი აი დაიმსახურა დღეს მე მადლობელი ვარ ამ ჩემი ქალაქის და აი ამ ჩემი რაიონის თქვენი ძირიმე და დიდი მადლობელი ვარ ჩვენ მადლობის მეტი არაფერი არ გვესწრებს აი ჩვენი ქალაქის გრძელობისთვის მადლობას მოგახსოვს მოგონებო გუშინ მე მქონდა ესე იგი მე საერთოდ ბაბულმა ვეძმა ის სულ კარგად ბაბულმა მე მე არ მეყავთ იმეთა მაგალითად შესულა როგორც ასე დავწერე მაგენდა. ნუ მაგრამ იქ რაღაც იყო ის მომენტი რომ მე ლექსის წერის უფლება არ მქონდა. სადაც ჩემი ერი დგას მე მქონდა დამდგარეთ. იმედი იმ გუმბარიზესთან რაღაცა გერიცაა. რა ვიცი ახლა ესე ყველა დიდი ხალხია და ესენი იცოლებიან და შავნი მეფობენ და არადეთები. ერთი რაღაცა იყო ყოველ შემთხვევაში იმ კაცმა თქვა შანსი მომეცითო რაღაც გავაკეთო. ახლა ჩვენ თუ პოლიტიკოსები ვართ შანსი უნდა მივცეთ. ერთადაც გავაკეთო საქართველოში. ეს გვინდა ჩვენ. როცა ჯუმბერე პატიაშვილი დაღუპა ზიზღმა და სიზულობა. Τώρα με τη ραούτი δεν περπατήσω. Σε μία τρεις μαγάν θάβεις τα μαντάγουπα. Άρα, θάβεις. Ράμτα που πασί. Του βεργείγω. Μάγας έτκονаше, μάγας κοντά. Άρα χούνα. Άρα, εσύ, μάν εσύ, σαργάς, ήδη κρόλου ჩვენ მაგას ვეცილებით. Ვიწონ. Εσύ ფიქრა, ესმის. მეორე მხრივ, მე მაგასამ პირადად ესმის, ბავშვობიდან საქართველოს ბოლოს გამოაცხადა. ვიცოდი ბავშვობიდან მაგას და სტუდი გული არ მქონია, მაგის ამბი არავითარ შემთხვევაში. მე ხო ის ეხლა ჩვენ ბავშვობის ამბებს და რამას ესე პატრიოტს ამ ოდა დაახლოებით რა, ცოტა იქით არის ესმის და დაგვირდი მეტამაში ეცა და რა იგედა. მოკლედ გარდა მაგისა, ესმის არ მინდოდა, ესმის უბრალოდ სკოდი ხო აგინებდნენ მაგას. ისე მე თავს ვიყავდი არ ვაგინებდი ესმის პირადად. იმიტომ რომ აი ის რომ მახსოვდა. ბავშვობის ამბები რაღაცა ერთი მეორე არ ვაგინებდი ისე ესმის არ მინდოდა უბრალოდ ვაგინებდია მელანხა როგორც ვაგინებ ყველას ესე იგი მთავრობაში და ასე შემდეგ. თუმცა მე ყოველთვის მინდა პიროვნებიდან გამოვიდე და ესე იგი არავის ესე იგი ისე გინება არ მინდა ვაქციო ესმის კერძოში როგორ გადაიზარდ. ოდა რა იყო იცი გეტყვი ერთ რამეს. ოდა ჩვენ მაგრად გავითაჩეთ რომ გამოვედი ესმის როგორ ჩანს მე რომ გამოვედი დაახლოებით მაშინ დაიწყო ეს ამბები რა მოძრაობა როგორც მე გამოვედი გაიგე და მოკლედ აი ამ პერიოდში გაიგე ამ პერიოდში მოხდა ძალიან დიდი ცვლილებები ერთ წელიწადში მოხდა რა ერთ წელიწად ნახევარში და როგორ ჩანს მან თან მოხდა ადამიანებში მოხდა მაგალი მეტამორფოზები აი მე ეს უფროსი თაობის ხალხი რომელიც ამ 70 წლის განმავლობაში იყო დაგგონილი ისინი კი გამოიწვია მაგრამ მე არ ვამბობ ესე იგი 9 აპრილმა ყველა დააყენა ეს უკვე მაგრამ მაშინაც ხდებოდა გამოცოცხლება ესმით და բոլოთ ყველა გადაფერდა ესმით ყველა ძალიან ბევრი გადაფერდა ისეთი რაღაცა მოხდა რომ ჩვენ მაგაზე მართლა დაუპირისპირდით არ და დაუპირისპირდით აი მოხდა ისეთი ამბავი რომ
ის კი არ მართავს, როგორ არის ის ხო? იმას ხო თავის ხავს თავის ნომენკლატურა ხვევი. აი ბატონობს და რაღაც და ის მიეჩვია ხორი ხო მექანიზმი ეჩვია და ასე იფიქრა რომ გავაფუჭება ვინ არის ესენიო. ის მიეჩვია რომ მას უნდა ესე იგი დაეცა ბრძანებები და იმას უნდა შეეცდა რაღაცა და აბრეულად არის ძველი. ეს არ ხდებოდა. ასე თან მოსკოვის წინაშე ქონდა თავის ანგელი მოიწოდა ბანკები ამის. სისტემა მოეშალა. სისტემა მოეშალა. ეს გამსახურდია მერე კოსტავა მე ვარ ეს ხელისუფალო სისტემა ნამდვილად აი ნამდვილად მოეშალა მაგას სისტემა მაგან ვერ გამსახურდა მაგას ეკონდა ეს პირადად გესმის ორ მიტინგზე ბიჭიკოს და ბიჭიკოს საუბარი ორ მიტინგზე გესმის ეს იყო ესე იგი ნოემბრის მიტინგი ოჟავრინო და ეს იყო ბოლო მიტინგები რო იყო აპრილის თვეში ეხლა გესმის ესე იგი მე მაგას ესე იგი და თანაც პირადი შეხვედრა ქონდა ზიადი იყო და მე მოგახსოვს შეხვედრა შავჯავზე ნიკომ დაგვიყვანა ჩვენ და ზიადი შეხვედრა თუ აფხაზეთისკენ გზა გაეხსნა ჩვენთვის და მით უმეტეს აფხაზეთის ამბავი არ არის პროვოკაცია ჩვენ ვინდოდ აფხაზეთში ჩამოსულიყავი და პატიაშვილთანაც კი მივედით რომ მას გზა გაეხსნა ჩვენთვის ესმით ხო და ნიკო ჭავჭავაძის მეუღლებით. ხო და ეხლა უყურეთ თქვენ იმ კაცმა გესმის ეს ვეღარ აიტანა გესმის ვერ აიტანა ეს ყველაფერი ვერ აიტანა მე ესე იგი მაგას არ მოვედოდი და ის ორჯერ რომ მე მაგას შევთავაზე და იქაც რომ შევთავაზე ეს იყო დამდგარიყო ჩვენს ვერდით მოსულიყო დამდგარიყო ვაშკაცურად მოსკოვის წინაშე ყოფილიყო ვაშკაცი გესმის და იქ დამდგარიყო მოსულიყო ჩვენ ვერდით ვდგარიყო გესმის ბოლოს ეთქვა რომ ბოლოს ვარი ეთქვა თავის იმაზე ცოტა იგნებოდა რა საგაბძინებაზე ყველაფერი ისეთი ხის გავდა შანსი ხოდა გეუბნები მე მოვიდა გესმის ნერობის ვარიანტი ხო გადიოდა ნოემბერში ის გადიოდა ნერობის ვარიანტი მე-19 წუთი შეუძლებელი ეს არის ეთქობა ეს აი წუთი 19 არის მოგეთ ესე იგი ჩვენ მაგისადმი მე მოვიდა მე თუ მაგისადმი კონდეს რამე გასვლის ისეთი პირიქით და მე ესე იგი მაგის ტრაგედია ეხლა მე მაგის ვიცი როგორ განიცდი ყველაფერი გესმის აი მაგის ტრაგედია თუ ჩემს გულამდე არ მოდიოდეს მე მოვიდა და ან თუ მე ესე იგი მაგაზე ესე იგი ან ჩინი მქონდეს ეხლა და აი ეხლა ფეხის დაჭერა მინდოდეს არა მაგე ქართულკაც საერთოდ არ მოსდევს ბატონო მე რა ესე იგი ბრიჟაჩოვანი ბიუ ისეთი ვაშკაცობა უნდა გავაურო თუნდაც აი ეხლა შევარდნაძესავით ერთხელ მოსულიყო ის ორჯერ მოსულიყო სამჯერ მოსულიყო შეიძლება აქეთ არა შეიძლება აქეთ გადმოგვეწვია და უფრო როგორ გითხრა მაშინ ეხლა შევარდნაძე რომ მოდიოდა რაღაც იმის ბუნებაში შედის რატო რანაირად ეს არის საიდუმლო და ახლა დანარჩენი აი მაგის ერთი მოსვლაც კი არ ყოფილა ეშინოდა რომ წამოსძახებდნენ რამეს გესმის ეშინოდა წამოსძახებდნენ რომ შენი ის ქთამია იყო შენ თელი გორის ქთამი თბილისში წამოიღე და აი ამას რაღაცა დაუწახებდნენ ამის ეშინოდა მე თურმე იმისი ეშინოდა რატო იცახდა და ითი ჯობია ესე კი ესო იცავო იდეოლოგიას როგანაგებს რა ქვია მაგას ეგა ხალხზე ითი ჯობია არ მგონია ჩავიმჩნევ თუნდაც უზაკებ მაჩილკა პროს ესე იგი სვია ესე იგი პოლიტიკოსი არ ყოფილა ძმაო ის სახალხო პოზიციის დამფუძნებელი რაღაც რო იყო მუშაკები რო შეიქმნა შენი კანდიდატურა რო შემოაქვს იცი ვინ დაასახელა ოიც ვინ დაასახელა და რატომ დაასახელა ის იცით აბა რატო თქვენს ბატონო მე და აბესალო გუშინ თქვა თემურმა აი კომბინატში მიტინგი რო იყო გუშინ აი ზუგრიდის შემდეგ რომ ეს გუშინ არა თუ გუშინ რომ ის მაინც ეთქვა პლენუმზეო რომ კაბინეტში ჩაგედილი აი ღვივიღები ჩაგედილი რომ იყო და მაინც ეთქვა და ბატონოზე არა ერთამას გასკოჩი ეხლა ერთამას მიდაბი მაგარ რო თქვა რომ მე არ გიკითხა თქვენ ვინ დანიშნა როდიონოვი ესმის ეხლა გეკითხებით
ესე გეტყვი. ესე იგი, არა? მანამდე ბოზურად მოიქცა მაგი. არა, მანამდე როგორ იცი, მან იცოდა ვინ დანიშნა როდიონად. გასაგებელია რა. იმიტომ მაგ ყველა მექანიზმები იცოდა, ვინ ვის ნიშნავს. მან, ესე იგი, ითხრა, მე შეგითხრა, ეს არის მიშკა გორბაჩოვის კაცი. მიშკა გორბაჩოვის კაცი, რომელსაც არ უღალა და მიშკა გორბაჩოვი. მანამდე გაყიდე ხალხი მაგას. არ უღალა, ესე იგი, თავისი ერთს უღალატა და იმას არ ერთს უღალატა, ერთს, ესე იგი, იაკოველმა ხო გითხრა ძმაო, ესე იგი. ეს ისა მოდიანო კომუნისტების დასახოცად მოდიანო. იმან ხო გაყიდა, იაკოველმა ხო გაყიდა, წერადა გავშეკავდა. ძალიან გთხოვთ ახლა. բոլორები გამადავარ და ამ ხალხს ესე იგი, ხელისუფლება სულ მე მგონია ამაზე ბედნიერი გავყოფოთ როგორი ბედნიერი მაგაში მიხარდა რეშინო ბედნიერება უშუალოდ მას ოჯახს, თუმას მოყარე ოჯახს, რომელმაც ეს ესე იგი ორგანიზება ჩვენი მასპინძლობის რომელიც ჩამოვედი თქვენ ხალხში თან ესე იგი თქვენ ხალხი აიღეთ დიდმოვლობას მოვასწრებთ და მოკლედ ეს მასპინძლობა არის თქვენ რომელიც დაახლოებით რამდენიმე წელი არ მინახავს შემთხვევით მოვხდე ამის ოჯახში და ვისაც არკადესთან და ვოვასთან და რაღაცები ესე იგი გაგრაში შევხვდები და მოვხდე და მე სტომბას გასდა მე გამოვდივარ ესე იგი და რო ჩავერთო ესე იგი მერიდება ეთმობა ჩემი მეხსიერების მერიდებოდა და აი რაღაცა მე რომელიც ამ სილამაზეა მე ვიცი რომ რამდენიმე ალბათ ესე იგი მე დამეთანხმებიან ჩემი ზუგდიდელი მეგობრები რომ რამდენიმე ასეული ოჯახი ინატრებდა სვიეთ გამსახურდიას და მე რა კონსტავას მაგრამ დღეს სტუმრად გეგერგოთ ეს ესე იგი როგორც ატევიდა როგორც იმიტომ რომ ეს ზმობის ნიშანია და თქვენი დიდი გულის ნიშანია გამარჯოს აზობას მოგახსენებთ თემზოლების მეგობრებო სამ პისტოლბაზე ჩემ სახლის წინ მანამაც ჩამეეხსნა და ბაბადივეთ ბოძზე მანამაც ჩამეეხსნა სანამ მე იქ ჩამოვიდები და მუდამ ყოფილიყოს ის ჩემა ბიჭმა ჩამოვიდა და ღმერთს ხო უნების ძალას ხო რომ არ ჩამოხსნილიყოს იქიდან და ის თუ ჩამეეხსნება მაშინ ჩამევაკიდეთ იქიდან ოღონდ შემოწმოს მეგობრებო აი ბოლო ჩიკით არ გვიქნა თავთავკე საფრთხე და დაუჭერეთ